მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე, ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე და ყველა იმ პროცესსა და განვითარებაზე, რაც მაქვს ჩემ ქსოვით ცხოვრებაში. ასე რომ თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი ვიწყებთ ჩვენ ახალ ვიდეო ვლოგს. ამ მისამების ვიდეოს უკვე ვწერ პოსტფაქტუმ, ანუ გადაღებული მაქვს მთლიანად მთელი კვირის განმავლობაში ვიდეო ჭრილები და უკვე ვიცი რა დაგხვდებათ ამ ვიდეოში, ასე რომ წინასწარ შემიძლია პატარა ანონსით გაგიზიაროთ. დაგხვდებათ ჩემი განვითარებები და ასევე გაგიზიარებთ ერთ-ერთ შეკვეთას, რომელიც წინა ვიდეოში დამოვიწყდა, რომ გამეზიარებინა თქვენთვის. ეს არის მე ბოლოში გეტყვით რა არის ეს და რაზე ვიმუშავე. ასევე ბოლოსკენ გაგიზიარებთ შეჯამებას, რა განვითარებები მაქვს ჩემ პროცესებზე, რა დავიწყე ახალი, საერთოდ ჩემთვის ახალი, რომ მანამდე მსგავსი არაფერი არ მომიქსოვია და ყველაფერთან ერთად შევაჯამებ მაისის და ივნისის თვის განვითარებას, ანუ რამდენი ძაფი მომემატა, რამდენი ძაფი მომაკლდა, რა მოვქსოვე ან წონის კუთხით. და ასე რომ ეკრანზე იქნება ძალიან ბევრი წარწერა და თუ თქვენთვის ეს მნიშვნელოვანია, ხმებით იქნება გამოყოფილი ის მომენტები, სადაც წარწერები გამოჩნდება ეკრანზე და შეგიძლიათ რომ მიაქციოთ ყურადღება, რომ არ გამოტოვოთ ინფორმაცია. რაც შეეხება ვიდეო ვლოგს, გიზიარებთ ყველა იმ ნაწყვეტს, რაც აქამდე გადავიღე და ბოლოში დაგიბრუნდებით, რომ შევაჯამოთ მთელი ეს პერიოდი. They have some beautiful colors, very muted tones, but they also have some very clear tones. So depending on what you like, you can find something for sure. And they have, I don't think they repeat the colorways. Zior, so ჩემთვის. I am ლურჯ საროჭკას საკმაოდ აქტიურად. და ამას კიდე თვალით მეყურებს. არის წამოწოლილი ჩემ გვერდით, ვუყურებ YouTube-ზე ინგლისურენოვან ქსოვის ვლოგს და ცოტა ხმამაღალი კია. საკმაოდ მარტივი უზორია. არაფერი რთული ამაში არ არის. იქსოვება ნელა იქიდან გამომდინარე, უბრალოდ ეს რიგი არის ძალიან გრძელი. ფერი აი ახლა გადმოიცემა იდეალურად ზუსტად ესეთია. თუმცა როდესაც კადრში ხდება რაიმე სხვა ფერი, უკვე ცოტა სხვანაირად ჩანს ეს ლურჯი. მაგრამ მაინც მაქსიმალურად რეალურია. ისეთ შეგვიძლია რა. ეს ვინ არის? შაითოთეშა ვინ არის? მოგზავნილია. გაბურძგნული, რამდენიც არ უნდა დავარცხნო, მაინც აი ესეთი გაბურძგნულია. აი მის კარი ღია, ჰაერი მაინც არ შემოდის. მაგრამ ახლა უკვე აი ესეთი ცოტა დამრჩა მეორე 100 გრამიდან, თუმცა მინდა გადავერთო ჩხირებზე და დავიწყო არა გავაგზავნო ჩხირებით ქსოვა. ულოვერი იქნება თუ რა იქნება სიმართლე გითხრათ ჯერ ვერ გადავწყვიტე, მაგრამ ვქსოვ დიდი ალბათობით ანუ იქნება ღილებიანი წინა მხრიდან და მოკლედ გაჩვენებთ და უფრო დეტალურად ვისაუბროთ რაზეა საუბარი საერთოდ. ესია. ვაჟბატონი ახალი ფერი ძაფი რაც დავიმატე არის აი ასეთი. ძალიან კარგად გადმოიცემა. ეს არის საყვარელი კოტონი, 157 ფერი. ძალიან ლამაზია, მაქვს 2 ცალი, ანუ 50 გრამი, იმიტომ რომ აქვს 25 გრამზე 85 მეტრი. არ ვიცი, რამდენი დამჭირდება იმისთვის, რის მოქსოვასაც ვაპირებ, მაგრამ ამ ვიდეოში აუცილებლად დავიწყებ და გაგიზიარებთ, რას ვქსოვ. ჩემი ყვავილები, რომელიც ნელა-ნელა
უნდა გაიფურჩქნოს აი ესენი. ძალიან ლამაზია, ძალიან მიხალისებს ყოველდღიურობას. ხოლო რასაც ვქსოვ არა ეს არ არის, სად არის საერთოდ? აი აქ არის. კი, აქ არის. ამითივე წავალ. ძალიან პრაქტიკულებია ეს ჩასადებები. გადმოვყაროთ ახლა რაც გვაქვს აქ. ეს გადავდოთ თავისი ინსტრუმენტით. ეს გამოიყურება ეს ჩემი. ჯერ არ ვიცი რა არის, მაგრამ დიდი ალბათობით იქნება კოფტა, რომელიც ჩაიცმევა შიდა სამოსის გარეშე. ძალიან პატარა ძუაზე მაქვს და მაგიტო დიდად არ იშლება, თუმცა ახლა თუ რამის დანახვა შესაძლებელი, მოკლედ, ერთი მხარე მოვქსოვე რაღაც ეტაპამდე და რატომღაც შევწყვიტე ქსოვა, ანუ აღარ გავაგრძელე ქვემოთ, არა მოვიყვანე აქ თვლები, იმისთვის რომ მომექსოვა აი ამ ადგილას თვლების ამოყვანა კარდიგანისთვის, მოკლედ რომ ვთქვა, აი პლანკამდე მისასვლელი თვლები, ამოვიყვანე მეორე მხარი. მეორე მხარზე, ანუ თითო მხარზე მაქვს 40 თვალი და მე ხდება ნამატებით ფორმირება საყელოს ჭრილის. გაუგებარია ახლა რა თქმა უნდა ყველაფერი, მაგრამ როგორ მომწონს ნიმუში. ულამაზესი ნიმუშია, ანუ ფერები, ფერთა შეხამება მომწონს ძალიან, მაგრამ აქ რა თანმიმდევრობითაც მაქვს ნართი უზორი გამოყენებული, აქ ეგრე არ მაქვს გაკეთებული, ანუ იწყება იმით, რომ ერთი წამით ფოკუსი გავასწოროთ. იწყება იმით, რომ მაქვს უბრალოდ წაღმანაქსოვი, მერე აჟურული დეტალი, მერე ისევ წაღმანაქსოვი, აი უკანა მხრიდან ჩანს კარგად. აი აქ. ანუ აი ესე. წაღმანაქსოვი, აჟურული узоры, წაღმანაქსოვი, платочная вязка, лицевая вязка, ажурный фрагмент и წაღმანაქსოვი. ანუ აი ამ узорს რა ქვია ქართულად თუ ვინმე იცით, ეს არის რუსულად платочная вязка. ქართულად თუ იცით რაიმე შესატყვისი, დიდი სიამოვნებით ჩავანაცვლებდი ჩემს ლექსიკონში ამ სიტყვას. ანუ ძალიან მომწონს ეს თანმიმდევრობა, მომწონს რომ როგორც აქ არის, ეგრევე არ გავაკეთე აი ამ узорების მიყოლება, იმიტომ რომ რაღაცნაირად ესე უფრო მომწონს რომ გამიჯნულია узорები ერთმანეთისგან აი ამ ფაქტორით და როდესაც ვქსოვ აი ამ ყველაფერს, ანუ ეს ორი დეტალია, ამ ორივეს რომ მოვქსოვ, მე ვიწყებ თავიდან, ისევ ეს, აი ამის მერე ყავისფერით ისევ გაკეთდება платочная вязка და ესე მონაცვლეობით წავა. ანუ აი ამ ორ სექციას შორის აუცილებლად იქნება ყავისფერი. ამ ორ სექციას შორის ანალოგიურად როგორც აქ იქნება ყავისფერი. მოკლედ, ახლა ამას დავიწყებ. ამას ვქსოვ, ესე იგი 3 და 75 მმ ხის ჭხრებია ნიტპრო ბეისიკი, მაქვს ზაფი ეს არის ლამა 100% 50 გრამი და აქ არის 50 გრამზე 150 მეტრი, 100% ლამა. ეს არის 50-50-ზე მირინოსი და ალპაკა და 50 გრამზე გვაქვს 160 მეტრი, მაგრამ ეს 160 მეტრი უნდა იყოს უფრო წვრილი, ვიდრე 150 მეტრი. ანუ 150 მეტრი უნდა იყოს უფრო მსხვილი. თუმცა ძაფებს ერთმანეთს თუ შევადარებთ, კარგად ჩანს რომ თეთრი უფრო ბუდქუჩაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლამას ბეწვი უფრო მძიმეა და მაგიტო გამოვიდა 150 მეტრი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბუდქუჩა იქნება. აქ კიდე ფუმფულა გვაქვს უფრო მეტად, ანუ აი ეს ბეწვი და თან უფრო მსუბუქი, რამაც მოგცა შესაძლებლობა, რომ უფრო გრძელი ყოფილიყო ძაფი. გავაგრძელებ ქსოვას. ჯერჯერობით პირველი 50 გრამები მაქვს მიერთებული. ეს მაღაზიაში პატარა სოფის კარფი მოვქსოვეთ და იქიდან დარჩა აი ეს
რამდენიმე გრამი, რომელიც აუცილებლად გამომადგება. თითოეული ფერი, აი ესენი მაქვს 3 ცალი ლამა და 4 ცალი მირინოსი ალპაკა. თითო აქ მაქვს, ესე იგი 2 ცალი ეს მაქვს კიდე, 3 ცალი ის. იმედი მაქვს მეყოფა, თუ არა და ამის დამატება შემიძლია, იმის დამატება არ შემიძლია. რა ლამაზი ხალიჩა არის გორგია და პროსტა ძალიან მომწონს ეს ფერები. და გავაგრძელებ ქსოვას. ცოტა ხანი ვისიამოვნებ, ალბათ ესე 1 წამით. 21 საათი და 20 წუთია. ცოტა ხანი მოვქსოვ, ალბათ ესე 9 საათი, მერე მოვწესრიგდები, ხვალისთვის ჩანთას ჩავალაგებ. ხვალდილით ჯერ საავადმყოფოში მივდივარ, უბრალო ანალიზები მაქვს შესაძლებელი ვიტამინებზე, D ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, ასე რკინა, ფერიტინი, მოკლედ ყველაფერი უნდა ჩავაბარო რიგითი და მერე უნდა წავიდე სამსახურში, შესაბამისად დილით ბევრი დრო არ მექნება და დღეს უნდა ჩავალაგო ჩანთა. და ჩანთაში, უბრალოდ დღეს იმიტომ უნდა ჩავალაგო ჩანთა, რადგან უნდა წავიღო რაზეც ვიმუშავე მთელი დღის განმავლობაში თუ ჩამივარდა თავისუფალი მომენტი, ანუ საქსოვი, პლუს ამას ვფიქრობ წავიღო კომპიუტერი და დავამონტაჟო წინა ვლოგი, იმიტომ რომ გადავიღე დეტალები და მინდა რომ გამოვაქვეყნო შესაბამისად მინდა რომ დავამონტაჟო. გადავიღე ნაწყვეტი და ვფიქრობდი რომ საერთოდ ბევრი ან ძალიან სწრაფად გადაღებული გამომივიდა ისეთი ნაჩქარები, თუმცა რეალურად არის რაღაცა თემები, რომელსაც უბრალოდ არ მინდა შევეხო, ანუ გულისხმობ რაც ხდება ჩვენს სამყაროში, ის არეულობა რაც ხდება, რომელიც საკმაოდ მაშფოთებს და მაფორიაქებს, რის გამოც მაგალითად ნევროპათოლოგთან ვარ ჩაწერილი, იმიტომ რომ ძილიანობა მაქვს დარღვეული, მუდმივად ვნერვიულობ და მაქვს შიშები მომავლის და მოკლედ თვად გამახვილება ყურადღების ამ ყველაფერზე არ მინდა, იქიდან გამომდინარე რომ დარწმუნებული ვარ, ჩემზე უარეს მდგომარეობაშია ბევრი და რაღაცა ისეთი დრამატული სიტყვები რომ აი მე როგორ განვიცდი და რაღაცები არ მინდა. პლუს ამას მინდა რომ ჩემი YouTube არხი და ჩემი ვიდეოები იყოს ის პატარა სიმშვიდის ნაგლეჯი, რაც შეიძლება რომ დააგუხდეს, როდესაც შევდივარ სოციალურ ქსელებში და ერთადერთი მაინც იყოს, საიდანაც არ გვესმის მუდმივად რაღაც პრობლემები, მუდმივად რაღაც დაძაბულობა, შიშებზე საუბრები და ასე შემდეგ, ამიტომ ვეცდები თავი შევიკავო და დიდად ამ თემის განხილვას არ მივეცე, თუმცა რა თქმა უნდა, მეც ამ სამყაროს ნაწილი ვარ, მეც მაქვს ინტერნეტი, მეც მაქვს ტელევიზია, ვუყურებ ახალ ამბებს, ვიცი რა ხდება და თვალს ვადევნებ, მით უმეტეს რომ დღესდღეობით ოჯახი არ მეგულება, რომელსაც ერთი ნათესავი მაინც ან ოჯახის წევრი მაინც არ ყავდეს საზღვარგარეთ წასული და ანუ რა თქმა უნდა, ვნერვიულობთ ამ ხალხზე და ჩემი ოჯახიდან კიდე ძალიან ბევრია ჩემი თესაოდან წასული, შესაბამისად მუდმივად აი ამ დაძაბულობაში ვარ, რომ რა მოხდება და რომელ ერთზე ვინერვიულო, ასე რომ მოკლედ არ მინდოდა ლაპარაკი და მაინც ვილაპარაკე, თუმცა ხანდახან საჭიროა რომ გამოვხატოთ ყველა ის ემოცია, რაც გვაქვს დაგროვილი. ახლა გავაგრძელებ ამის ქსოვას, გავაგრძელებ აი ესეთ ლამაზ ვიდეოების ყურებას, ეს არის 5 petit. არ მახსოვს ზუსტად როგორ ქვია, ეს არის გოგო, რომელიც ცხოვრობს დანიაში, არ ვიცი უყურებთ თუ არა. და მოკლედ ძალიან მსიამოვნებს ამის ვიდეოების ყურება, არის ძალიან ლამაზი, პლუს ამას რო ვთქვა რომ ნაქსოვები რაღაც განსაკუთრებულად მომწონს თუ არა, მაგრამ ყველა ბლოგერს რა თქმა უნდა ნაქსოვების გულისთვის არ ვუყურებთ, ჯერ ეს ერთი გემოვნებით ვერ დავემთხვევით და მაგ თემაზე საერთოდ კამათს არალოგიკურად მივიჩნევ. და რაც შეეხება ვიდეოს, ან ძალიან ლამაზია, ფერადებია, პლუს ამას გემოვნებით აქვს სახლი მოწყობილი, რის უყურებას უზომოდ მომწონს და ყველაფერთან ერთად ცხოვრობს countryside კერძო სახლების დასახლებაში, სადაც აქვს
მიწის ნაკვეთი, რომელზეც ყავს მოშენებული ქათმები, აქვს რაღაცა ნარგავები, ნათესები, რომელსაც ხან პერიოდულობით აჩვენებს ხოლმე და ძალიან სასიამოვნო სანახავია და ძალიან ისეთი ვინტაჟური ტიპის ვლოგები აქვს, რომელიც ძალიან მომწონს. ასე რომ ვერთობი ხოლმე ესეთი რაღაცაების ყურებით და თუ დაინტერესდებით, მოკლედ აუცილებლად დავტოვებ სახელს ეკრანზე, აი აქ, რომ ნახოთ თვითონ ეს ბლოგერი. გავაგრძელებ, ამას გვერდზე გადავდებ, ამის ქსოვას კიდე, ახლა შევუდგები, რომ ცოტა დამშვიდდე, განვიტვირთო და მოვემზადო საღამოს რუტინისთვის. წინა ჩართვაში გაგიზიარეთ პატარა ძაფი, რომელიც როგორც იქნა ავიღე სამუშაო პროცესში და გუშინ მაღაზიაში დავიმატე კიდე 7 ცალი და უკვე მაქვს 3 ცალი სრულად მოქსოვილი. ეს არის აი ესეთი ლამაზი ფერი შეიძლება ზუსტად არ გადმოიცემა, მაგრამ აუცილებლად ჩავრთავ ფოტოს. ეს არის საყვარელი კოტონი ტრისკელესგან, კოდი 157 და ჯამში მაქვს 9 ცალი, 9 ცალიდან უკვე მაქვს მოქსოვილი 3 ცალი. დასამთავრებელი მაქვს რიგი, თუმცა მაინც გადავწყვიტე, რომ ჯერ ჩართო გამეკეთებინა და მეჩვენები, იმიტომ რომ იმდენად სწრაფად ვქსოვ და იმდენად ვერ წყდები, რომ დიდი ალბათობით მალე გარდაიქცევა დასრულებულ ნივთად. ეს არის აი ესეთი ბადენაქსოვი, რომელიც ვანეგროსას ჟურნალში ნახე და წინა ვიდეოში უკვე გაგიზიარეთ ეს ჟურნალიც და ეს მოდელიც როგორ უნდა გამოიყურებოდეს. მაქვს ამოყვანილი მთლიანად 351 თვალი და 351 თვალით დავიწყე მოქსოვა. ეს არის მკლავი, წინა დეტალი და მეორე მკლავი. მას შემდეგ რაც მკლავის სიგანე, უფრო სწორად აი აქ იქნება დამაკმაყოფილებელი, ანუ აი ეს სიგანე იქნება დამაკმაყოფილებელი. დავიწყებ ზურგზე თვლების ამოყვანას, ანუ აი ამ ნაწილს თავიდან ამოვიყვან და გავაგრძელებ მეორე ნაწილის ქსოვას, ჩამოვალ ისევ მკლავის სიგანემდე, ანუ რაც მაქვს აქ მოქსოვილი. აი აქ არის და დაწყება. აი აქ. რაც მაქვს მოქსოვილი აქ, პლუს უნდა გავაკეთო, ესე იგი, აქეთ ამ მხრიდან რომ გაჩვენოთ უფრო გამოჩნდება. იმიტომ რომ აქეთ უკვე დამატებული აქვს ქვემოთ ერთი ხო. აი აქ დამატებულია უკვე ერთი რიგი, რაც ჯერ არ მაქვს. ფიშო, გავუშვი. რაც ჯერ არ მაქვს მეორე მხარეს და აქედან გამომდინარე აი აგერ ეს რიგი არ არის ბოლომდე მიყვანილი, რომ ჩანდეს სრული სიგანე. ვფიქრობ, რომ ეს სიგანე უკვე უნდა იყოს საკმარისი თავისუფალი დგომისთვისაც და პლუს გარეცხვის მერე და ბლოკირების მერე გასწორდება ნაქსოვი შესაბამისად იქნება საკმარისი და ამიტომ ამოვიყვან ზუსტად აი აქედან თვლებს იგივე რაოდენობას რაც მაქვს, უბრალოდ აი ამ ნაწილს, რომელიც უნდა იყოს თავის ჭრილისთვის, აი ესე, ამოვიყვან ზურგის მხრიდან ცალკე ჰაეროვანი თვლებით, აქ გადავაბამ და გავაგრძელებ ისევ თვითონ ნაქსოვზევე მიქსოვას უკანა ნაწილისას, რომ გამოვიდეს ნაკერების გარეშე, აგერ ამის გარეშე როგორ ნაკერების გარეშე რომ გამოვიდეს ნაქსოვი და მე უკვე როდესაც ჩავალ იღლის სიგრძემდე გავაერთიანებ მკლავებს, გავაკეთებ ერთ ნაკერს და მე წრეზე გავაგრძელებ ქსოვას მთელი სიგრძისას. ვფიქრობდი რომ ეს უნდა ყოფილიყო კაბა, რომელიც იქნებოდა გრძელი, მაგრამ შეიძლება გავაკეთო ტოპი, რომელიც დამთავრდება წელის არემდე. და ჩავიცვა ჯინსებზე, კაბებზე, რაღაც ეგეთ სამოსე სარაფნებზე ზემოდან. თუმცა
თან ძალიან მომწონს გრძელი კაბის იდეა, ასე რომ თუ არ დავიღალე აი ამის ქსოვით, იმიტომ რომ ჯერჯერობით ძალიან სწრაფად იქსოვება. აქ გვაქვს აი ეს არის ჯამში 4 რიგი არის ეს და 1 რიგი არის ეს ამხელა. შესაბამისად აქ შემიძლია დავთვალო კიდევაც რამდენი მაქვს, ეს არის 5, 10, 15 რიგი მაქვს უკვე მოქსოვილი და მაქვს აი ამხელა სიგანე მიღებული. ესე თუ გადმოვატრიალებ და ტანზე ვივარაუდებ, ეს არის სიგრძე, ანუ 15 რიგი უკვე აი ამხელა სიგრძე მაქვს. თუ ძალიან არ მომბეზრდა ამის ქსოვა, იმიტომ რომ სანამ ყველაფერი ერთად არის მკლავებიც და ტანიც რიგი არის დაუსრულებელი, თუ არ მომბეზრდა ესე ქსოვა, შეიძლება გავაკეთო კაბა, მაგრამ თუ მომბეზრდა, გავაკეთებ მაშინ ტოპს, რომელიც იქნება როგორც აი საზაფხულო ჯემპრის ვარიანტში და წესით უნდა იყოს ძალიან ლამაზი. ცივიყავა. YouTube-ზე ჩართული რაიმე ვიდეო, ქსოვა, დასვენების დღე, არაჩვეულებრივი კომბინაცია. თუმცა მთელი დღე ქსოვა, რა თქმა უნდა, არ გამოდის, არის საქმეები, რომელიც არის გასაკეთებელი, ყოველდღიურობის გარდა. ერთ-ერთი ესეთი საქმე მაქვს ეხლა გასაკეთებელი, პატარა ნიმუში უნდა მოვქსოვო შემდეგი პროექტის და თან ამ ნიმუშს უნდა გადავუღო ვიდეო და უნდა გავაკეთო მასტერკლასი, რომ ვაჩვენო როგორ იქსოვება ეს კონკრეტული უზორი. იმიტომ რომ ამ უზორის მასტერკლასის დაპირება გავაკეთე ძალიან დიდი ხნის წინ, ალბათ ერთი 3 ვიდეოს წინ, შესაბამისად დროა სისრულეში მოვიყვანო და სანამ მაქვს თავისუფალი დრო, მაქვს ნორმალური განათება და ყველაფერთან ერთად ირგვლივ სიწყნარეა, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ აი ყველაფერი შეიძლება მქონდეს, მაგრამ იყოს საშინელი ხმაური ეზოს მხრიდან, რომელსაც ვერ ვახშობ ვერანაირად და ხელს მიშლის ვიდეოს გადაღების დროს მით უმეტეს მასტერკლასის დროს. ვლოგში კიდე შეიძლება ავიტანოთ და არანაირი პრობლემა ამან არ შეგვიქმნას, მაგრამ მასტერკლასს ეგეთი ნიუანსები დიდად არ უყვარს. რაც შეეხება ამ ნიუტს გადაბმა ძაფის, აი ესე მაქვს გაკეთებული, როგორც მოვახერხე იმ მომენტში, მაგრამ მე ეს პირველი ძაფის გადაბმა, მე უკვე უკეთესი ვარიანტი მოვიფიქრე და გადაბმებს ვაკეთებ აი ამ ადგილებში, ან ძაფი მიმთავრდება აი ამ მაღალი რიგის ქსოვის დროს და ვაბამ ჩვეულებრივი კვანძის სახით და მეორე რიგს როდესაც ქსოვდა აი ესეთი მაღალი თაღოვანი თვლები მაქვს გასაკეთებელი, ამ თაღოვანი თვლების ქსოვის დროს აი ამ ნაქსოვში ვმალავ ამ გადაბმის ადგილს. ერთი გარეცხვა და ეს ყველაფერი ძაფიან ერთმანეთს მიეწებება ბუსუსები და მოეჭიდებიან ერთმანეთს და აღარ იქნება პრობლემა. ერთი რიგი არის აი ესეთი 7 თაღოვანი სიმაღლეში მოსაქსოვი მაღალი თვალი, ანუ რო ვეძახით столбик с накидом, 7 накидов надо сделать, რომ მივიღოთ ესეთი მაღალი თაღი. მათ შორის არის 10 სანტიმეტრი 10 ჰაეროვანი თვალი დაშორება და შეიძლება ითქვას, რომ სქემა არის 19 თვალი, ანუ 9 თვალი აი აქ და 10 თვალი აი აქ. გამოდის, რომ აი აქ გვაქვს 19 თვალი, თუმცა სიმეტრია რო დავიცვათ, იმის მიხედვით რამდენ თვალსაც ამოვიყვანთ, ბოლოში ვამატებთ კიდევ 1/9-ს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ გამეორებას გააკეთებთ აი ამ სექციისას, მნიშვნელობა მაგას არ აქვს, მთავარია ბოლოში დავამატოთ აი ეს 1/9 თვალიანი სექცია კიდე, რომ ეს ყველაფერი იწყებოდეს აი ესეთი სექციით და ბოლოში თავრდებოდეს მსგავსი სექციით. აი ეგ დაწყების რიგში მაქვს დაწყებული ეგეთი სექციით და დამთავრებული ეგეთი სექციით. აი ესე. მოკლედ რომ ვთქვათ და გამოდის ძალიან საინტერესო, სწრაფად იქსოვება, თუმცა ეს რიგები რო არის გრძელი, მაგიტო ცოტა რთულია. ეს დასეირნობ. შიშო. ძალიან რთული მოსაქსოვია, მაგრამ რთული დროის კუთხით და არა იმითი, რომ რაღაცა რთული პროცესებია შიგნიან, თვლები კეთდება რაიმე უცნაურად, არაფერი მსგავსი, ყველაფერი ძალიან მარტივად იქსოვება და ძალიან სასიამოვნოა. თუმცა
როდესაც სულ მოუთმელი ხარ, როგორც მაგალითად მე, დროის ფაქტორი ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ანუ ის ნივთი, რაც იქსოვება ძალიან დიდხანს, ცოტა არ იყოს მთრგუნავს ხოლმე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის იმ ნივთებს ვქსოვ, რომლებიც სწრაფად იქსოვება. უბრალოდ ესეთ დიდ პერიოდზე გაჭიმული ნივთების პარალელურად უნდა მქონდეს რაღაცა ისეთი ნივთები პროცესში, რომელიც იქსოვება მალე, აი ერთდღიანი პროცესები, მაგიტო ხშირად მაქვს ხოლმე გადართვები პანამებზე, რომელიც ერთ დღეში იქსოვება, რომ სწრაფად მივიღო ეს ენდორფინი დამთავრებული ნივთის შედეგად. კი ბატონო, მე ხთმა ცოტა უკვე გაშრა, წავედი დავივარცხნა რამე ფორმა მივცეთ, მაგრამ ეს ჩემი უაზრო კულულები დარჩა გაფუწული. მოკლედ, ესეთი ჩარტვის გაკეთება მინდოდა, იმიტომ რომ წინა ჩართვიდან გასულია 2 დღე, წინა ჩართვა გავაკეთე პარასკევი დღე იყო, მე შაბათს ან გუშინ მუშაობდი და სამსახურში დიდად არაფერი არ მიქსოვია, იმიტომ რომ მქონდა 3 გაკვეთილი, ზედიზედ არა, 2 საათიანი პირველის მერე 2 საათი ინტერვალი უნდა მქონოდა, თუმცა ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, რომ ძალიან მოწონთ გაკვეთილზე ყოფნა და მე უჭირთ გაკვეთილიდან წასვლა, როგორ გრუბად უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს და ამის გამო ჩემი 2 საათიანი შესვენება, რაც უნდა გამეკეთებია შემდეგი 2 გაკვეთილის დაწყებამდე, გარდაიქცა 40 წუთიან შესვენებად, იმიტომ რომ მოსწავლემ გადაწყვიტა, რომ უნდა დარჩენილიყო დამატებით საათებზე, რომელიც ჩემთან რა თქმა უნდა შეთანხმებული არ ყოფილა და მე კიდე იქიდან გამომდინარე, რომ მერიდება ვუთხრა, რომ იცით რა ჩვენი დრო ამოიწურა და მე უკვე სხვა საქმეები მაქვს, ვიჯექით ჯამში 2 საათის ნაცვლად, ვიჯექით 3 საათი და 20 წუთი, თან ყველაფერთან ერთად 3 საათი ვიჯექით, იმიტომ რომ 20 წუთი დამიგვიანა გაკვეთილზე და რომ მოვიდა მაგის მერე 3 საათი ვიჯექით და გამომივიდა, რომ მისი გაკვეთილი რეალურად გაგრძელდა 3 საათი და 20 წუთი. დამრჩა 40 წუთი დასვენება, რა პერიოდში ერთადერთი შესვენების გაკეთება მოვასწარი, რომ წამეხემსა და მე 2 გაკვეთილი მქონდა ზედიზედ 2 წამიანი შესვენების გარეშე, 2 საათი და ბოლო გაკვეთილი იყო ახალი მოსწავლე, რაც ძალიან დიდ ენერგიას და ყურადღებას საჭიროებს. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი გაკვეთილი მაშინ, როდესაც საერთოდ პირველად იღებენ ინსტრუმენტს ხელში, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ მთელი ინფორმაცია ისე მიაწოდო ადამიანს და ისე აუხსნა, რომ მოეწონოს ეს საქმე და ანუ აგრესია არ გაუჩნდეს, იმიტომ რომ ვერ გამოსდის რაღაცა. პლუს ამას მოსწავლე იყო ახალგაზრდა გოგო, 16 წლის, ძალიან საყვარელი, 7 და ცაცია. ცაციაზე ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ყველა ჩვენ არ ვიცი, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ანუ მე თვითონ არ ვარ ცაცია. ჩემი წამყვანი ხელი არის მარჯვენა, ყველაფერს ვაკეთებ მარჯვენა ხელით, მაგრამ მე პირველად არ მყავს მოსწავლე, რომელიც ქსოვს ცაცია, ანუ არის ცაცია და შესაბამისად ქსოვს კიდევაც ცაცია ხელით, მარცხენა ხელით, შესაბამისად ანუ გამოცდილება მქონდა ამის. თუმცა ბოლო მსგავსი მოსწავლე მყავდა შარშან ზაფხულში, ანუ 1 წელი იყო გასული რაღაცები უკვე და ამოვიწყდა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არ ვიყენებ მარცხენა ხელს ესე აქტიურად, მithumetes ყაის ნაღით ქსოვის დროს, თუმცა ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა, რაღაც 10 წუთი დამჭირდა, ანუ არ მქონდა წინასწარ ინფორმაცია, რომ სხვანაირი მიდგომა იყო საჭირო სწავლის პროცესში და 10 წუთი დამჭირდა გაკვეთილზე, რომ გამეხსენებინა როგორ ხდება საერთოდ მარცხენა ხელით ქსოვა, მაგრამ როგორც კი გავიხსენე, ყველაფერი წავიდა იდეალურად, ყველაფერი მისთვის იყო გასაგები, გამოგვივიდა ქსოვა, ვისწავლეთ თვლების ამოყვანა, ვისწავლეთ პირველი რიგის მოქსოვა, მეორე რიგი, მესამე რიგი, ანუ ძალიან ესე კარგად გამოგვივიდა უბრალოდ თვლები, ანუ სტოლბიკ ბეზნაკი და იმედი მაქვს, რომ შემდეგ გაკვეთილზე საშინაო დავალება შესრულებული ექნება და გადავალთ უკვე სტოლბიქს ნაკიდან, რომ ვისწავლოთ როგორ კეთდება ანუ ეს თაღოვანი თვლები და მერე უკვე ვისწავლით სხვადასხვა უზორების ქსოვას, სხვადასხვა კვადრატების ქსოვას, მაგალითად ბებიის კვადრატი ყველაზე მარტივი, ასე რომ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ და ზოგადად თუ იცით ადამიანი, ვინც არის ცაცია და სურს ქსოვის სწავლა და არ გეგულებათ არავინ, ვისაც გაუწევთ რეკომენდაციას, აქ ვარ, ვმუშაობ ცაციებთან და არანაირი პრობლემა არ მექმნება ამასთან დაკავშირებით. პლუს ამას
ზოგადად საციებისთვის უფრო მარტივია ისწავლონ ჭხირებით ქსოვა, თუმცა აი ეს ნახეთ არ არის რთული, ასე რომ ყველაფერი მონდომებაზეა და იმაზე თუ რამდენად ინტერესის სფეროს წარმოადგენს ქსოვა მათთვის. მოკლედ, სულ ეს იყო რაც მინდოდა ამ ეტაპზე რომ გამეზიარებინა და გავაგრძელებ ქსოვას და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ხვალას ვისვენებ და ხვალას შევძლებ პატარა ეპიზოდის ჩაწერას რომ ისეთი დიდი გემრიელი ვლოგი გამოგვივიდეს რომელსაც ჩართავთ რაღაცის ქსოვის დროს და ისიამოვნებთ თან ყურებით, თან მოსმენით, თან ქსოვის პროცესით. არ მუშაობს რომელიმე ჩემია, ხო? რომელიც არ მუშაობს. და ცალი ხელი ცოტა მოუხერხებელია. მაგრამ ამოვიღე. ამასაც აინტერესებს რა ხდება. მაგარია. ყველანაირი შეკვეთების მიუხედავად და იმ ნივთების მიუხედავად რაც მაქვს ახლა უკვე დაწყებული, მუშაობ მასტერკლასის იდეაზე, რომელმაც უცებ დამარტყა თავში და ვერ ვისვენებ, სანამ ამას არ გავაკეთებ. მოკლედ, ეს იქნება ჩანთა, ესეთი უცნაური ლამაზი ყვავილებით. შესაძლებელი იქნება როგორც ფერადის მოქსავა, ანუ ნარჩენი რაფიის გამოყენება, ასევე ერთფერში და თუ ყველაფერი გამომივიდა, ესეთი მასტერკლასის ჩატარების შესაძლებლობა მექნება. ასე რომ, მუშაობ ამაზე და გვერდზე მაქვს გადადებული ძაფი, ნაიაგერ იმ შეკვეთისთვის, რომელიც ეწიზე შემომივიდა. სხვათა შორის არ მიჩვენებია და არ მომიყოლია და ახლა გაჩვენებთ. შემომივიდა კაპიშონიანი კომბინიზონის შეკვეთა, რომლის ძაფიც არის ალიზე ბელა ვერ ვიშავე ვერსად ვარდისფერ ფერში. აი ესეთი ძაფი ინჩი კოტონი ვიშოვე მანანა საგალანტერიოში, სულ ქონდათ 4 ცალი და 4-ვე წამოვიღე, რაღაცნაირი ნაზი ვარდისფერია მელანჟის ეფექტით. ეს არის 100% ბამბა. არა დაჟე.
გადამუშავებული აშკარად არის recycle, იმიტომ რომ 80%-ია ბამბა და 20% სხვა ქსოვილები, ანუ ეს აწერია ხოლმე, როდესაც გადამუშავებულია და ზუსტად არიციან რა ნივთები გადაამუშავეს. ანუ მეორადი გამოყენების ძაფია. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ამას არ აქვს. პირიქით მიხარია, როდესაც ესე ძაფებს მეორე სიცოცხლე ეძლევათ, ანუ ნივთებს, რომლებიც ამ ძაფით იყო უკვე მოქსოვილი, გადამუშავდა და გაკეთდა ახალი ძაფი. ძალიან მიხარია გაუფრთხილდეთ პლანეტას. მოკლედ, ესეთია. აქ გვაქვს ჩვენ ესე იგი 250 მეტრი 100 გრამი. მაქვს წამოღებული სხვადასხვა ზომის ინსტრუმენტი, მეტალის მაქვს 5 მილიმეტრი, ეს მაქვს ერთი წამით ფოკუს თუ გაასწორებს 4 მილიმეტრი და წესით კიდევ მაქვს აქ ჩხირები, აი ესე წამოღებული, რომ თუ რამე და 4 ნახევარიც მაქვს თან, რომ სიმჭიდროვე თუ არ მომეწონა 5 მილიმეტრზე, დავიწყო 4 ნახევარზე. მაგრამ თავარია დავიწყო, ანუ და 2 დღეა დამაქვს ესე ჩანთით. და ჯერ ხელს ვერ ვკიდებ, რადგან აი ამას ვერ ვწყდები და ამ კიდე რამდენჯერმე უკვე მოვჭერი თითო ყვავილი, რადგან არ მომწონდა როგორ იყო გადაბმა და მოკლედ კონკრეტული მოდელის მოქსოვა მსურს, რომელიც არ მაქვს არსად ნანახი, მაქვს მხოლოდ გონებაში და ყველაზე ძნელია გონებაში ნანახი მოდელი რეალობად რომ იქცეს. ახლა ვცდილობ აი ამ მოდელის ეს იქნება ძირი, ანუ ამ ძირის აყვანას კედლებისკენ და როდესაც ამას შევძლებ, უკვე შეიძლება რომ გვერდზე გადავდო და დავიწყო ქსოვა უშუალოდ ბამბის კომბინიზონის ამ ძაფით. მოკლედ, წარმატება მისურვათ. იმედი მაქვს ყველაფერი გამომივა. ფერი ძალიან კარგია, ეს არის რაფია ISP 187A კრაფტი და ვქსოვ ჰამანაკეს ყაიზნაღით. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ 5 ნომერს. ეს არ არის ზომა, ეს არის ნომერი. რეალური ზომა არის 3 მილიმეტრი. ასე რომ 3 მილიმეტრს ვქსოვ აი ამ ყველაფერს. ძალიან მომწონს ფერი. როგორც ნახეთ, საკმაოდ აქტიურად მუშაობდი მთელი ეს ერთი კვირა, ანუ წინა კვირას გამოვიდა ჩემი ვიდეო ვლოგი და დღეს არის უკვე შაბათი, ვწერ ამ ნაწყვეტს, მინდა თადარიგი დავიჭირო და დავამონტაჟო და გამოვაქვეყნო უკვე ხვალ და ამისათვის საჭიროა რომ ეს ინფორმაცია მქონდეს უკვე შაბათს გადაღებული, დამონტაჟებული, რადგან ამასაც დრო ჭირდება და YouTube-ის ჩემს არხზე ატვირთული, რომ ხვალ შევძლო გამოქვეყნება. ასე რომ ბევრს აღარ გავაგზავნებ და გაგიზიარებთ ყველა იმ განვითარებას, რაც ამ პერიოდის მანძილზე მქონდა. რაც შეეხება დავიწყებ დიდი სიამოვნებით ლურჯი საროჭკიდან, რომელიც პირველი ჭრილი იყო ამ ვიდეოში ლურჯი საროჭკის შესახებ. დავამთავრე მთლიანად ძაფი, რაც მქონდა ამ ეტაპზე მარაგში და აღმოჩნდა, რომ 3 გორგალი არ მქონდა საწყისი, რადგან ერთი ლურჯი კომბინიზონი მოვქსოვე რამდენიმე ვიდეოს წინ ეწის შეკვეთა და აქედან გამომაკლდა 100 გრამი და დამრჩა მხოლოდ 2 ბურთულა ალიზე ბელა 100 გრამიანი და შევძელი მომექსოვა აი ესეთი
ზომა ქსოვილი, რომელიც არის უკვე ასული იღლიის ჭრილამდე და საჭიროა რომ გავყო დეტალებად, მოგქსოვო წინა ნაწილები და ზურგი. მოვიარე ჩემთვის ცნობილი ყველა მაღაზია თბილისში და სამწუხაროდ ალიზე ბელას ძაფი, ზოგან საერთოდ ძაფი და ზოგან კონკრეტულად ეს ფერი ვერსად ვერ ვნახე. და ერთადერთ გამოსავლად აღმოვაჩინე საზღვარგარეთიდან გამოწერა, გამოვიწერე 2 ცალი, რომელიც ჩამომივა 21 ივლის და შესაბამისად ეს შეკვეთა 21 ივლისამდე ხელშეუხებელი იქნება შენახული, რომ 21 ივლისს როდესაც მივიღებ 2 ცალ ძაფს, წესით 2 ცალი უნდა მიყოს, თუ არ მეყო მე იყოს საერთოდ სასწაული დაიწყება, მაგრამ წესით უნდა მეყოს. შევძლებ ამის გაგრძელებას, ძალიან მომწონს, ძალიან სასიამოვნოა და ამ ძაფისთვის, ამ მოდელისთვის ძაფი კიდევ შევიძინე უკვე სხვა ფერში შესასრულებლად, უფრო წვრილი ვიდრე ალიზე ბელა, თუმცა ასევე 100% ბამბა, მაგრამ გადავწყვიტე რომ ეს ჭრილები ჩემი ინსტრუმენტების სრულად და ძაფები რაც შევიძინე არის იმდენად დიდი და რა ვნახე ამ ვიდეოს ვიღებ უკვე მას მერე რაც ძირითადი ნაწყვეტები ერთმანეთს გადავაბი და უკვე არის გამოსული 35 წუთზე მეტი, შესაბამისად ახლა რასაც ვსაუბრობ, ესეც მიემატება და გამოვა ძალიან დიდი ვიდეო ვლოგი და გადავწყვიტე რომ ეს 2 ჭრილი, რომელიც დიდ ინფორმატიულ მნიშვნელობას არ ატარებს უკვე ახალ ვიდეოში გადავიტანო, რადგან გადავიღე გუშინ და მოკლედ ჩემს ინსტრუმენტებზე და ძაფებზე რაც შევიძინე, უკვე შემდეგ ვიდეოში დაგხვდებათ ჭრილი. რაც შეეხება ამ საროჭკას, ძალიან მომწონს ამ საროჭკაზე მუშაობა, ძალიან მარტივი უზორია და ვფიქრობ როგორ გავაკეთო ჩანაწერები, სად შეიძლება რომ დავხატო სქემა. პრიმიტიული სქემაა, თუმცა სასურველია რომ იყოს სქემის სახით და არა ტექსტური აღწერილობის სახით უშუალოდ უზორი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ როგორ და სად შეიძლება გავაკეთო. აი ესე გამოიყურება ახლოდან. ერთ ფენაში არის აი ასეთი, რეალურად არის გამჭვირვალე, მაგრამ ძალიან გამჭვირვალეც არ არის, ანუ უკან დიდად არ ლანდავს, როდესაც კანზეა შეხება, ასე რომ იქნება საკმაოდ პრაქტიკული, თან ჩვენ სამინდებს თუ გავითვალისწინებთ ახლა საერთოდ ნამიოკიც კი არ არის ზაფხულის სიცხეებზე, შესაბამისად იდეალური ვარიანტი იქნება ზუსტად ამ პერიოდში, თუმცა მოქსოვას ვერ ვაგრძელებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვქსოვ ჰამანაკას ყაიზნაღით, ანუ რაკურაკუს ფირმის ჰამანაკას სერიის ყაიზნაღით. ეს არის სტაფილოსფერი ყაიზნაღი და იმ სტაფილოსფერზე წვრილი თავი, რომელიც არის, იმით ვქსოვ და მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს რაც შეეხება ამ საროჭკას. შემდეგი ნივთი, რომელიც იქსოვება ჩხირებით და წინა ვიდეოში უკვე გაჩვენეთ არაერთხელ, ანუ წინა ვლოგს გულისხმობ. ფისო მაიმუნებს, დღეს მე და ფისო ვართ მარტო სახში და თავის გემოზეა. წინა ვიდეოში არაერთხელ, ანუ წინა ვლოგშიც და იმის წინა ვლოგშიც წესით მაქვს ნაჩვენები ეს ნივთი, რომელიც იქსოვება ჩხირებით და არის 100% შალი და მაქვს კონკრეტულად ამ ნივთზე უკვე განვითარება, შევძელი მომექსოვა ორივე მხარი, რაღაცა საფუჭებს, ორივე მხარი უკანა მხრიდან ეს მხარი გამოიყურება აი ასე, ეს არის იაპონური მხარი. შეიძლება ცოტა გადანათებული ვარ, მაგრამ ამას ვეცდები რომ მონტაჟის დროს გამოვასწორო, იმიტომ რომ გარეთ არის სიბნელე. არა და გვაქვს 4-ის უკვე 15 წუთი, მაგრამ გარეთ ბნელა. მოკლედ, აი ესე იღლიის ჭრილებს უკვე ჩავწდი, საკმაოდ კარგად, აი აქ არის იღლიის ჭრილი გადაბმული და ქვემოთ უკვე გაერთიანებული ქსოვა მიმდინარეობს. საყელო გათვლილი მაქვს მრგვალ საყელოზე და აქ მერე იქნება ერთი წამი, ცოტა მივწიოთ ერთმანეთთან ახლოს. შეთავხედო. მრგვალი საყელოა ჩაფიქრებული, რომელიც იქნება საკმაოდ ისეთი კარგი, მომდგარი რეზინით გაფორმებული და ღილები, რა თქმა უნდა, ჯერ არც მაქვს ნაფიქრი, არ მაქვს შერჩეული. უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ გავიჭედე მკლავების იდეაზე, ანუ არ ვიცი მკლავები როგორ მოგზაო, როგორი მინდა. დიდი ალბათობით გავაკეთებ იგივე უზორს, იგივე ფერების განლაგებას და შედარებით მომდგარს, რომ ანუ აი კარგად იყოს მაჯასთანაც და მთელს მკლავზე გაყოლებაზე, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. ეს ყველაფერი იქსოვება თეთრი ფერი, ანუ რძის ფერია რეალურად რაღაცნაირი კრემის ფერი, ეს არის
ალპაკა მირინო 160 თუ მირინო ალპაკა 160 ლანეგროსას წარმოება, სადაც გვაქვს 50% ალპაკა და 50% მირინოსი და 50 გრამში 160 მეტრი. რეალურად ცოტა უფრო მსხვილი ძაფია, რადგან მეორე არის 50 გრამში 150 მეტრი, მაგრამ უფრო თხელია. ეს არის ლამა 100% და მაგ შეხამებული რძისფერი მაქვს სულ 4 ცალი და უკვე გადავაბი მეორე თეთრი, ხოლო რაც შეეხება აი ამ ბეჟს, აქ პატარა პრობლემას წავაწყდი იმ კუთხით, რომ მახსოვდა რომ მქონდა 3 ცალი, უნდა ვუყურო ჩემ ვიდეოებს მესამე სად წავიღე, რადგან ვერ ვიპოვე, მაქვს სულ 2 ცალი, ერთი პროცესში მაქვს და მეორე უკვე მეორე დევს ათხეში ხარ ფისო შტატის სამუშაოებს მეორე მაქვს მესამეს ვერ პოულობ და იგივე ისტორია მეორდება რაც აქ და იმედი მაქვს რომ არსად არ მაქვს გამოყენებული თორემ ამ შემთხვევაში რეალურად მაქვს შანსი დავიმატო ან ყველა ნერვიულობ უბრალოდ ის ფაქტი მაწუხებს რომ რატო გავხდი ესეთი გულმავიწყე ხო ვიცი რომ შემდეგ ნივთს რაც შეეხება დავიწყე თავიდან ბოლომდე ამ ვიდეოში გაჩვენეთ მე მგონი პირველად ფერი არა წინა ვიდეოში და დავიწყე თითქმის დავამთავრე და უზომოდ დიდი სურვილი მქონდა რომ ამ ვიდეოში უკვე დასრულებული მეჩვენებინე ანუ ამ ჭრილში თუმცა ორი ბურთულა საყვარელი მაკლია ტრისკელეს წარმოების ეს არის 25 გრამიანი ძაფები 85 მეტრი 50-50 სინთეტიკა და ბამბა მოვქსოვე ნივთი და წინა ნაწილი ანად ერთი ძამით ფიშა აი იმაზე გახვალიცოდე ჭკვიანად იყავი დაჯიქიმანდ აი ეგრე ბაჭა კაი ბიჭა წინა ნაწილი და უკანა ნაწილი მუხლების ქვემოთ უკვე გავყავი ორ ნაწილად და მოდით ზუსტად გაჩვენებთ რაზეა საუბარი ნივთი გამოიყურება აი ასე აქედან დავიჭერ უფრო კარგად გამოჩნდება ეს არის ყაიზნაღით შესრულებული ახლოდან ჩავთავ უზორის ფოტოს გრძელი მაქსიმალურად გრძელი ნივთი რომელიც არაჩვეულებრივად გამოდგება და გონებაში მაქვს ნახატი რომ მაცვია საცურაო კოსტუმზე ან მაცვია სპორტული ტოპი მაღალწელიანი კლასიკური შარვალი შავ ფერში და პლუს ზემოდან ეს ანუ წარმოდგენილი მაქვს რომ იქნება ძალიან ლამაზი და ორად-ორი გორგალი მჭირდება იმისთვის რომ გაყოფილი სექცია ანუ მუხლის ქვემოთ გავყავი ორ ნაწილად ერთი წამით აი ესე ვიზამ კარგად ჩანდეს აი ესე ანუ უკანა ნაწილი მოვქსოვე და წინ აი აქედან უკვე აი ეს წინა ნაწილი უნდა მომექსოვა და მჭირდებოდა ორი ბურთულა რომელიც ვიყიდე გუშინ და დამოვიწყდა მაღაზიაში და საღამოს რა თქმა უნდა უკვე სხვა რაღაცა ვქსოვე და ეს ნივთი დარჩა აი ესე დაუმთავრებელ მდგომარეობაში გუშინ ძაფი რომ არ დამვიწყებოდა წინა ნაწილსაც მოვქსოვდი ზუსტად აი ამ სექციას და მოვეჭრიდი ძაფებს, გავრეცხავდი, დღეს უკვე იქნებოდა მშრალი და გაგიზიარებდით უკვე დასრულებულს. თუმცა რაც გვაქვს, ეს გვაქვს. უახლოეს, ანუ ძალიან მიუახლოვდა დასრულებას და ძალიან მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის გამოსწორება და შემდეგ ვიდეოში უკვე გაგიზიარებ 100%-ით დასრულებულს. ესე გამოიყურება ეს ნივთი, ლანა გროსა ჟურნალიდან მაქვს აღებული სქემა. მაგრამ დანარჩენი აბსოლუტურად ყველაფერი გადავაკეთე, იქიდან გამომდინარე, რომ ლანა გროსა ჟურნალში იყო აღწერილი ქვემოდან ზემოთ ქსოვა და მე კიდე არ მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მინდოდა სიგანე, მინდოდა თუ არა საერთოდ ჩახსნა, რამხელა მინდოდა სიგრძე, შესაბამისად გადავწყვიტე, რომ დამეწყო ქვევიდან ქვევით და თან დამემატებინა სექცია, აი ზუსტად აი ეს სექცია დამემატებინა რომელიც გამოიყურება აი ესე, ეს არის მხარზე აი ამ ადგილას მიყვება, რაც მაძლევს იმის საშუალებას, რომ ყელის არე მქონდეს კარგად გაფორმებული და არ მქაჩავდეს უკან, იმიტომ რომ როდესაც ყელია გადაჭრა ყელის, ხშირ შემთხვევაში უკან ქაჩავს, რადგან არა გვაქვს ეს ჩაღრმავება საყელოსი და არ ზურგის არის აწევა ზევით შესაბამისად ესეთი ნივთი გამომივიდა ძალიან მომწონს და ძალიან კმაყოფილი ვარ ამას დავამთავრებ შემდეგ
ვიდეოში უკვე დასრულებული მექნება. ხვალაც ვისვენებ, არ მაქვს არანაირი სრული ხვალე გავიდე პეკინზე, შესაბამისად ამ ძაბს მოვიტან უკვე 7-ში და 7-ში შევძლებ ამ ნივთის დამთავრებას. ეს გამოვიდა 3 ნივთი, რაც მაქვს ამ ეტაპზე და შემდეგი ნივთი, რაზეც მუშაობა დავიწყე 2 დღის წინ და მოუთმენლად ყველანაირი გადართვის გარეშე სხვა ნივთზე ვქსოვე და ვერანაირად ვერ მოვწყდი, სანამ არ გავაკეთე ჩაფიქრებული და ეს არის რაფიას ძაფით შესრულებული ჩანთის ქვედა დეტალი. ქვედა დეტალი იმიტომ, რომ ძაფი დამიმთავრდა. სპეციალურად არ წამოვიღე გუშინ ძაფი ამ ჩანთისთვის სახლში. იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდი, ვერ მოვწყდებოდი, ესეც გუშინ რეალურად აი ამდენი სახლში მოვქსოვე, ანუ ეს 3 რიგი და მესამე რიგი რეალურად ბოლომდე ვერ დავამთავრე. დამაკლდა 2, 4, 5 ყვავილი დამაკლდა, არა, 6 ყვავილი დამაკლდა მესამე რიგის დასასრულებლად. ვერ ვიტყვი, რომ იქსოვება მარტივად, ანუ პირველი ჩანთაა, შესაბამისად, სანამ ყველაფერი არ გამოვთვალებ ძირის ადგილი, ანუ აი ესე გაჩვენებთ. აი ეს. ძირის ადგილი სანამ ყველაფერი კარგად არ გამოვთვალე, როგორ უნდა გამეკეთებინა, მარტივი ნამდვილად არ იყო, დაახლოებით 4 თუ 5 ყვავილის მოჭრა და გადაგდება და თავიდან მოქსოვა დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი გამომეთვალა, თუმცა ახლა უზომოდ კმაყოფილი ვარ. რეალურად მთელი პროცესი ჯერ კიდე წინ არის. სიმაღლეში არ ვიცი როგორ დავამთავრო, არ მინდა კლასიკური შოპერის ვარიანტი დავამთავრო, მინდა რომ ეს ნაქსოვითვე გადადიოდეს ტარში, რამდენად გამომივა ჯერჯერობით არ ვიცი, თუმცა გადადებულია გვერდზე, რადგან მაქვს შეკვეთა, რომელზეც უნდა ვიმუშაო საკმაოდ აქტიურად. ეს ყვავილები Pinterest-ზე არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას, ანუ იქ შემხვდა, უბრალოდ მოდელი ჩანთის იყო სხვანაირი და ჩავრთავ ფოტოს, როგორ გამოიყურებოდა ჩანთა. რეალურად იქ არის 3 ფრაგმენტი ესე ყვავილები, 3 ზოლი ყვავილების და ქვემოთ ძირი არის მოქსოვილი ჩვეულებრივი თვლებით წრე, რომელზეც არის მე ეს ყვავილები დამაგრებული. მე კი გადავწყვიტე, რომ ჩანთის ძირიც ყვავილებით ყოფილიყო გაკეთებული. ნახოთ რა გამომივა. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და საბოლოო ვერსია ჩანთის ისეთი გავაკეთე, როგორც მაქვს ჩაფიქრებული, დიდი ალბათობით გავაკეთებ ტექსტურ აღწერილობას, ვიდეო მხარდაჭერით, შესაბამისად მონდომებული ვარ უზომოდ, რადგან ეს იქნება ჩემი პირველი მასტერკლასი, პათერნი, რომელიც იქნება ჩემს მიერ შექმნილი ყაიზნახთან მიმართებით. რაც შეეხება შეკვეთას, რომელსაც ვქსოვ, ეს არის ეწიდან შემოსული შეკვეთა, რომელიც განმეორებითი შენაძენია. ამ გოგოს უკვე აქვს ჩემგან შეძენილი არაერთი კომბინიზონი და კიდევ ერთხელ დამიბრუნდა იმისთვის, რომ საკუთარ პატარას უყიდოს ჩემი მოქსოვილი ნივთი, ეს არის ეს მაიმუნი ფისუნია. და ვქსოვ ამ ყველაფერს 100%-ით ნატურალური ბამბის ძაფით. ჩხირები მაქვს შერჩეული ნიტპროს კუბიკები, რომელიც გამოიყურება აი ასე, წესით უნდა ჩანდეს. და რაც შეეხება ძაფს, ეს არის ესეთი მელანჟის ეფექტით, ძაფი წესით უნდა ჩანდეს ესეც. დავიწყე ქსოვა აი ამ დეტალზე, ანუ აი ამ დეტალიდან და ვქსოვ მოხვეული რიგებით კაპიშონს ჯერჯერობით. კაპიშონიდან აი აქ მოკლებები მაქვს გასაკეთებელი, დასასრულებელი და როგორც კი ამას მოვრჩები, გადავალ რეგლანზე და რეგლანით მოვქსოვ მთლიან კომბინიზონს, რომელსაც ექნება ჯიბეები, ფოტოს აქ ჩავსვავ, იდენტური ფერი შოვნა ვერ შევძელი, რადგან 2018 წლის მოდელია და მოქსოვილი მაქვს ალიზე ბელას ვარდისფერი ძაფით, ანალოგიური ძაფი ვერც ლურჯში და ვერც ვარდისფერში 10 მაღაზიაში ვიყავი და არსად არ იყო. შესაბამისად ვიყიდე სხვა ძაფი, ეს ვიყიდე მანანა საგალანტერიოში რაღაც ეკოკოტონი 250 მეტრია 100 გრამზე და არის 100% ბამბა. წესით ყველაფერი უნდა იყოს კარგად, მაქვს 400 გრამი, 400 გრამი არ დამჭირდება ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ მაქვს ჩანაწერი. როდესაც ეს კომბინიზონი მოგსოვე, გავაკეთე ჩანაწერი და ჩანაწერში მიწერია, რომ
ნატურალ კოტონი მაქვს რაღაც გამოყენებული 3 ცალი 100 გრამი. იმ ძაფში იყო 200 მეტრი, აქ კი მაქვს 250 მეტრი, შესაბამისად უფრო დავარდნილი და თხელი ნაქსავი უნდა გამომივიდეს და ზომა აქ რაც მაქვს მითითებული ზუსტად ეს 50 მეტრი, მომცემს იმის საშუალებას რომ მოვქსოვო პატარა ზომა, შესაბამისად გამომივიდეს ის რაც მჭირდება ამ ეტაპზე და მაქვს მითითებული აბსოლუტურად ყველაფერი, როგორ იქსოვება შარვის ტოტები, მანჟეტები, კაპიშონი, სად რამდენი თვალია და რამდენი რიგი, რამდენია ღილებს შორის ინტერვალი. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ეს კომბინეზონი თავის დროზე მოვქსოვე ქვემოდან ზევით და რეგლანი მოვქსოვე ქვემოდან ზევით და ბოლოს მოვქსოვე კაპიშონი და რეგლანი მოვქსოვე წინასწარ ამოყვანილი თვლებით და მერე მკლავების ქსოვით. ახლა რა თქმა უნდა მსგავსი ექსპერიმენტების სურვილი არ მაქვს, მით უმეტეს, როდესაც ანალოგიური ინფორმაცია შემიძლია ძალიან მარტივად გავაკეთო ამ ინფორმაციის ადაპტირება, რომ მოვქსოვო კაპიშონიდან ქვემოთ რეგლანი და რატომაც არა, რატომ დავიტანჯო თავი. რაც შეეხება ნაქსოვებს, ეს არის აბსოლუტურად სრული ასორტიმენტი, რაც მაქვს ამ ეტაპზე, ჭხირებზე თუ ყაისნახზე, გამოვიდა 1, 2, 3, 4, 5 ნივთი. 5 ნივთიდან ერთი არის საჩქარო, ეს ვარდისფერი კომბინეზონი, აი ეს ერთი საღამოს ამბავია ზუსტად რომ დამთავრდეს. ლურჯი საროჭკა 21 რიცხვამდე ძაბს ელოდება, ხოლო ჩანთა რაფიისგან ელოდება აი ლოგიკურ დასასრულს, რომელიც გონებაში უნდა დავხატო ჯერ როგორ მინდა აი ეს არის ამბავი რომ გავაკეთო, შესაბამისად დროებით ეს ყველაფერი იქნება გადადებული. ვარდისფერი კომბინეზონის დასრულების შემდეგ მივუბრუნდები ამას, დავასრულებ ამას, მერე მივუბრუნდები ჩანთას, გავაკეთებ როგორიც მინდა რომ გამოვიდეს საბოლოო ჯამში, ამასობაში ჩამომივა ძაფიც და დავიწყებ ლურჯის საროჭკის, გავაგრძელებ ლურჯის საროჭკის ქსოვას. პარალელურად შიგადაშიგ, როდესაც მომბეზრდება ეს ყველაფერი, ჭხირებზე მაქვს შალის კარტიკანი, რომელსაც მოვქსოვ. რომ დამთავრდეს ეს ნივთები. ხოლო რაც მინდა რომ დავიწყო, მოდით ამაზე ვისაუბროთ შემდეგ ვიდეოში, იმიტომ რომ ზუსტად ის ძაფები რაც მაქვს შეძენილი, მინდა რომ უკვე გადავიდნენ ჭხირებზე და ყაისნახზე, რომ ნელა-ნელა უკვე იმ ნივთების ქსოვას მივუდგე. რაფია პირველად მაქვს სახში და იმენა ჭამს. კარგი ნუნკვენა. ამას უყბინე. რაც შეეხება მაისი-ივნისის ჩემს მიერ შესრულებულ პროექტებს, რაც მოვქსოვე და რაც დავამთავრე, რა მარაგებიც მოაკლა ჩემს, რა რაოდენობა ძაფიც მოაკლა ჩემს მარაგებს, ამ ყველაფერზე ახლა ვისაუბრებთ. უბრალოდ მაინამდე ფისოს სადმე გავამწესებ, ან ოთახში, ან აივანზე, თორე არ დამაცდის. უიმე. რაფიას ეს ძალიან მოეწონა, იმიტომ რომ ძირს რო ვარდება ხო მიგორავს და მოკლედ ძალიან კარგად ერთობა ამითი. იმისათვის რომ შევაჯამო ჩემი მოქსოვილი ნივთების წონა, გავაკეთე ჩანაწერები. ჩანაწერი მაქვს გახსნილი კომპიუტერში და იმისთვის რომ კარგად დავინახო, მოკლედ ჭირდება სათვალე, ასე რომ ხშირად შეიძლება ქვემოთ ვიყურებოდე, არ გაგიკვირდეთ. მაისი-ივნისის განმავლობაში რეალურად მოვქსოვე რამდენიმე ნივთი და ეს იყო საკმაოდ ცოტა ნივთები და ყველაზე მთავარი, სანამ ამას აი ახლა უბრალოდ ჩანაწერს ვუყურებ და ხვდები, რომ ამ ვიდეოშიც დამავიწყდა მე თქვა იმ შეკვეთის შესახებ, რომელიც წინა ვიდეოს განმავლობაში რეალურად ვქსოვე და ჩვენებით არ გაჩვენეთ. ეს არის წინდები, რომელიც იყო შეკვეთილი მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთი სპექტაკლის შემადგენელ ნაწილად, გამოსაყენებლად და შესაბამისად მომიწია აბსოლუტურად ყველა ჩემი შეკვეთის გვერდზე გადადება და 24 საათიან რეჟიმში 24 საათში მომექსოვა ეს წინდა 45 ზომა, რომელიც შევასრულეთ ბამბის ძაფით და სასურველი იყო აქ ფერი,
აი აქ ნაწყვეტებს ჩავთავ როგორ გამოიყურებოდა ეს ნივთი სანამ დავასრულებდი, იმიტომ რომ დასრულებული ეტაპიც არ მაქვს გადაღებული, რადგან ძალიან ჩქარობდი და მაქვს ვიდეო, რომელიც გადავიღე იმისთვის, რომ გამეგზავნა დამკვეთისთვის და მეჩვენებინა როგორი გამოვიდა. მე მათ მიერ იქნა ამ წინდებზე დამატებული ტყავის დეტალები ძირზე და უკვე კლასიკური წინდების იერსახე შეიცვალა. შესაბამისად ესეთი ნივთი ჯამში 100 გრამი. დავიწყოთ ბარემ აი ამ წინდებით, რადგან ესეც ივნისის შემადგენელი ნაწილი იყო. 100 გრამი ესეთი წინდები და უკვე მივყვები დანარჩენ ნივთებს, რომელიც მაქვს ჩამოწერილი. სეტაპურას ძაფით მაქვს მოქსოვილი ეს არის აბრეშუმი, რომლითაც მოვქსოვე ლურჯი და თეთრ ზოლებში კარდიგანი. ერთ-ერთ წინა ვიდეოში გაჩვენეთ საქსო მანქანაზე როგორ მუშაობდი ამ კარდიგანზე. დამჭირდა 150 გრამი რძისფერი და 150 გრამი ლურჯი ფერი, ორივე ფერი სრულად გამოვიყენე. შესაბამისად, ეს იყო ჩემი მარაგებიდან. შემდეგი ნივთი რაც მოვქსოვე, ეს არის მწვანე მაიკა, რომელიც იყო განმეორება ერთ-ერთი შარშანდელი შეკვეთის. ამ ნივთის შესასრულებლადაც დამჭირდა 300 გრამი და თუ რაიმე ფოტოს ან ვიდეოს ვიპოვი ჩავსვავ თუ არა და აბსოლუტურად ყველა ამ ნივთზე წინა ვიდეოებში მაქვს ნასაუბრები, შესაბამისად თუ რომელიმე არ ჩავსვი, უბრალოდ წაშლილი მაქვს ტელეფონიდან ვიდეო ან ფოტო, შესაბამისად წინა ვიდეო ვლოგებში მაინც შეგვხვდებათ ამის შესახებ ინფორმაცია. მწვანე მაიკა, რომელზეც დამჭირდა 300 გრამი, შალი, რომელიც გაგიზიარეთ წინა ვიდეოში, შესრულებულია როდინა იარნის მოხერის ძაფით, გამოვიყენე 4 ცალი 25 გრამიანი მოხერი აბრეშუმზე და 5 ცალი ლანა გროსას ბრილინო. ჯამში ნივთი იწონის 225 გრამს. შემდეგი კომბინიზონი შარვალი და ქუდი ბამბის ძაფით, წინა ვიდეოში რაც გაგიზიარეთ, თეთრი და ლურჯი. ეს არის 350 გრამი. შემდეგი ლურჯი კომბინიზონი და წინდები, რომელიც წინა ვიდეოში გავაზიარე და ეს არის ჩემი მარაგებიდან მოქსოვილი ძაფით, 150 გრამი დასჭირდა. წინდებზე ვისაუბრეთ. პანამა 2 ცალი მოვქსოვე და ჯამში 300 გრამი რაფია გამოვიყენე. ქუდები ბადენაქსოვით, წინა ვიდეოში გაგიზიარეთ და ორივეზე ერთად 80 გრამი დამჭირდა. თეთრი კომბინიზონი წინდებით წინა ვიდეოში გაგიზიარეთ და 130 გრამი დამჭირდა, ესეც მარაგებიდან. მოკლედ, დავაჯამებ რა იყო მარაგებიდან და რა იყო არა მარაგებიდან, ესე რომ ვთქვა, ანუ შეკვეთისთვის ნაყიდი ძაფები და ჯამში რამდენი კილოგრამის მოქსოვა გამომივიდა, დავწერ უკვე აქ, შესაბამისად გავიხსენებ, რამდენი კილოგრამი მქონდა 2 თვის წინ, როდესაც დავიანგარიშე მარტი და აპრილი და იმას გამოვაკლებ აი ამ ციფრს და რაც დარჩება, აქვე დავწერ, რომ ვიცოდეთ, რამდენი მაქვს მარაგებში ამ ეტაპზე. ამ პერიოდის მანძილზე შეძენილი ძაფების რაოდენობა თითქმის 0, ანუ არ მაქვს შეძენილი თითქმის არაფერი. და თუ რაიმე მაქვს შეძენილი, ამ ყველაფერს გაგიზიარებთ უკვე შემდეგ ვიდეოში, იქიდან გამომდინარე რომ არ მინდა ეს ვიდეო ძალიან დიდი გამოვიდეს და შემდეგ ვიდეოში გაგიზიარებთ აბსოლუტურად ყველა ძაფს, რაც მაქვს შეძენილი ამ პერიოდის მანძილზე. და მივამატებ საწყის წონას. ანუ აი აქ რაც დამრჩა, შემდეგ ვიდეოში დავამატებ იმას, რაც უკვე შევიძინე. შესაბამისად, გამოვიდა ესეთი შედეგი. აქ რაც მაქვს ნივთები, არც ერთი მათგანი არ შედის ივნისის თვის გახარჯულ ძაფებში, იქიდან გამომდინარე, რომ ესენი არ არის დასრულებული ნივთები. ანუ ვანგარიშებ მხოლოდ და მხოლოდ დასრულებული პროექტების წონას. შესაბამისად, ალბათ შეამჩნევთ, რომ პერფორტუნას ძაფით მოქსოვილი კაბა არ შევიდა ამ ჩამონათვალში, იქიდან გამომდინარე, რომ ქვედა დაბოლოება, რომელიც მინდა რომ გავაფორმო ყაისნაყით, ჯერ არ მაქვს გაკეთებული, იმიტომ რომ ვერ მოვიფიქრე როგორ გავაკეთო. როგორც კი მოვიფიქრებ და დავასრულებ, პერფორტუნა უკვე შევა ივლისი-აგვისტოს დასრულებული პროექტების სიაში, შესაბამისად, ამ სიაში არ შევიყვანე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა დეტალია დარჩენილი დასამთავრებლად. ყველაფერთან ერთად კიდევ ერთხელ გავიმეორებ,
იმიტომ რომ დასაწყისში უკვე გითხარით დიდი ალბათობით, რომ მაქვს Instagram-ი და პლუს ამას მაქვს უკვე Telegram-ის არხი, სადაც აქტიურად ვცდილობ ყოველდღიური სახით შეგეხმიანოთ ხოლმე, ესე რომ ვთქვათ, სადაც შეგიძლიათ რომ გამიზიაროთ ის ნივთები, რაზეც თქვენ მუშაობთ ამ ეტაპზე, შესაბამისად გქონდეს რეალურ რეჟიმში კონტაქტი ერთმანეთთან და თუ თქვენთვის ეს საინტერესოა და გინდათ რომ რეალურ რეჟიმში მეკონტაქტოთ, გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება, რაღაცა კითხვები დამისვათ, რომელზეც თვლით რომ პასუხი მაქვს. შესაბამისად, გიწვევთ ამ ჩემს Telegram არხზე, აი აქ დავტოვებ QR კოდს თუ არა და ლინკი აუცილებლად დაგხვდებათ ვიდეოს აღწერილობაში და შეგიძლიათ გამოყვეთ. ჯერჯერობით ვართ სულ 5, მაგრამ ძალიან საყვარელი ხუთეულით, შესაბამისად, თუ დაგვემატებით და თქვენც აქტიურებთ, ძალიან გაგვახარებთ, რადგან ძალიან საინტერესო საკითხები შეიძლება რომ წამოვჭრათ ხოლმე, ვისაუბროთ, ვურჩიოთ ერთმანეთს, სად შეიძლება რაიმე ძაფის შეძენა, ვინმე რაიმე ძაფს თუ ეძებს და მეორეს აქვს მარაგებში შეგვიძლია რომ ერთმანეთში გავცვალოთ, მოკლედ, მაქსიმალურად თბილი და კომუნიკაბელურები ვიყოთ ერთმანეთთან, ასე რომ გეპატიჟებით ჩემს Telegram არხზე. უკვე ხმა ნელა-ნელა მიდაბლდება, მტკივა ყელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკე და თან ეს პირველი ვიდეო არ არის დღეს რაც გადავიღე, იმიტომ რომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი სქემის კითხვის მეთოდიკა და შესაბამისად ერთად მოგვექსოვა უზორი, რომელიც ერთ-ერთ წინა ვიდეოში დაგგვერდით, სადაც შალს ვქსოვ. შესაბამისად ამ ვიდეოს გამოქვეყნების მერე, რომელიც იქნება ხვალ, მომდევნო ვიდეო იქნება უზორის მასტერკლასი. ჯერჯერობით ვერ გადავწყვეტე შორტის სახით გამოვაქვეყნო თუ ესე ვიდეოს სახით, ჰორიზონტალური ფორმატის ვიდეოს სახით. მაგრამ როგორც კი ამას გადავწყვეტ, უკვე გამოვაქვეყნებ ამ უზორის მასტერკლასს და იმედი მაქვს რომ მოგეწყონებათ. რაც შეეხება როგორ უნდა გავყიდოთ და ფოტოები გადავუღოთ ჩვენ ნივთებს და ასე შემდეგ, რაც წინა ვიდეოში ვილაპარაკე. ამას როგორც კი დავამთავრებ, ცხელ-სასმელს დავლებ და დავიწყებ იმ ვიდეოს გადაღებას, ასე რომ დღეს ძალიან პროდუქტიული დღე მაქვს. და აღარ გავაგრძელებ ამ ყველაფერს, ამ ლაპარაკს და გავაგრძელებ საქმეს, შესაბამისად გემშვიდობებით, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩემი სხვა სოციალური ქსელები, რომ ვიყოთ მუდმივ კონტაქტზე ერთმანეთთან, მოიწონეთ ჩემი ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები, ჩვენ კი შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. ნახვამდის!